ნეთანიაჰუს გეგმა მუშაობს. ამერიკა ბომბავს, ირანი ინგრევა, ევროპა პანიკაშია, ისრაელი კი რეგიონის ერთადერთ პატრონად ყალიბდება. მისმინეთ, ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ, გაქრა მათი ხელმძღვანელობის ჩათვლით. თეირანის ქუჩებიდან ისმის ხმა, რომელსაც დასავლურ ტელევიზიებში ვერასდროს მოისმენთ. ორივე მხრიდან გვხდება დარტყმა, შიგნიდანაც და თქვენგანაც. ჩვენი შვილები იხოცებიან, საერთოდ თუ გაინტერესებთ ეს, ათასობით პრობლემა გქონდა ამ სანქციების გამო. და ახლა ეს ხალხი საკუთარ ცოლ-შვილთან ერთად იხოცება. პოლიცია ადამიანების ტელეფონებს ჩხრეკს და სცემს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ VPN-ი აქვს დაინსტალირებული. ერთადერთი საშუალება, რომ მსოფლიოს ხმა მიაწვდინო. ისინი ჩხრეკენ ხალხის ტელეფონებს, სცემენ მათ. ადამიანებს მხოლოდ იმის გამო აპატიმრებენ, რომ VPN-ი აქვთ ჩაწერილი. ჩვენ შევედით ეპოქაში, რომელსაც ისტორიკოსები ალბათ პირველ ხელოვნური ინტელექტის ომს დაარქმევენ. დრონების შემდეგ ამ პროცესის დაჩქარების ახალი ფრონტი ხელოვნური ინტელექტი. 10,000 საათის ადამიანურ შრომას წამებსა და წუთებამდე ამცირებდა. ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის ფაშიზმის ახალი ციფრული ვერსია. დღეს ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი წყვეტს. ბოლო წლებში სილიკონის ველი და ისრაელი ერთმანეთს განუყოფლად გადაეჯაჯვა. ირანი და ჩინეთი ამ ომს იყენებენ, რათა შექმნან მულტიპოლარული ფინანსური სისტემა, სადაც დოლარი აღარ იქნება ერთადერთი ბატონ პატრონი. ამერიკული იმპერიული წესრიგის ფუნდამენტი ორი რამაა. ერთი მხრივ ნავთობი და მეორე მხრივ აშშ დოლარი. დღეისთვის ორ კომენტარს გამოვეხმაურებ. რაც შეეხება მეორე კომენტარს, ის გვახსენებს აიათოლების რეჟიმის მსხვერპლს, რომ თითქოს თვალს უარიდებ ირანში მიმდინარე რეპრესიებს. მინდა მკაფიოდ გითხრათ, წინა ეპიზოდში არავის უთქვამს, რომ ეს რეჟიმი უნდა გადარჩეს. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც ყოველთვის დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალში ცისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ველში ნახავთ. სანამ უშუალოდ მიმოხილვაზე გადავალ ერთი სიახლე. ამ ეპიზოდიდან ჩვენს მიმოხილვებს კითხვა-პასუხის ბლოკი დაემატა. ვაპირებ მიმოხილვის ბოლოს გამოვეხმაუროთ თქვენს მოსაზრებებსა და შენიშვნებს, რათა ეპიზოდი ცალმხრივი მონოლოგი კი არა, ცოცხალი ანალიტიკური დისკუსია იყოს. ამიტომ ნუ დაიზარებთ აზრის გამოხატვას კომენტარებში, ველით თქვენს აქტიურობას. ირანში ტრაგიკული კონფლიქტის მეოთხე კვირა დაიწყო. ომისა, რომელიც ვაშინგტონის კომფორტულ კაბინეტებში მყოფი ადამიანებისთვის სულ რაღაც 4 დღეში უნდა დასრულებულიყო. დონალდ ტრამპის გათვლა აბსოლუტურად ბრმა აღმოჩნდა. მას ჯეროდა, რომ პირველივე საათებში უზენაესი ლიდერის მკვლელობა ირანის რეჟიმს შიგნიდან ჩამოშლიდა. სახელმწიფო ინსტიტუტები დომინოს პრინციპით დაინგრეოდა, ხოლო ხალხი ქუჩაში იავარდით შეხვდებოდა განმათავისუფლებელ არმიას. ირანის შესახებ. თქვენ ამას ექსკურსია უწოდეთ. თქვით, რომ მალე დასრულდებოდა. ფიქრობთ, რომ ამ კვირაში დასრულდება? დღეებზეა საუბარი. ფიქრობ ასეა, ძალიან მალე. მისმინეთ, ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ, გაქრა მათი ხელმძღვანელობის ჩათვლით. ფაქტობრივად, ლიდერშიპის ორი დონე განადგურდა და როგორც აღმოჩნდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ორი დონე. იმპერიული ნარატივი ყოველთვის ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. მას გონია, რომ დაბომბილი ხალხი მადლიერებით აღივსება. მაგრამ ისტორიამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ ამბიციებს ცივი და სასტიკი რეალობით უპასუხა. დღეს ირანელი ხალხი არა გათავისუფლების, არამედ სიკვდილის ორმაგ ალყაშია მოქცეული. ციდან აგრესორის რაკეტები ცვივა, შიგნიდან კი მათ საკუთარი რეჟიმის პოლიტიკური სახრჩობელები უხუთავს სუნთქვას. ეს არ არის ომი ორ არმიას შორის. ეს არის 90 მილიონიანი ერის ეგზისტენციალური კატასტროფა, სადაც რიგითი მოქალაქე მძევალია როგორც გარე აგრესიის, ისე შიდა ტერორის. თეირანის ქუჩებიდან ისმის ხმა, რომელსაც დასავლურ ტელევიზიებში ვერასდროს მოისმენთ. ეს არის ერთი ირანელი კაცის ასოწარკვეთილი ყვირილი, რომელიც პირდაპირ ბომბების წვიმიდან მიმართავს თავის მეგობარს, ომის მომხრე ემიგრანტს. ის სვამს კითხვას, რომელიც ამ ომის მთელ მორალურ აბსურდულობას აშიშვლებს. მინდა ეს ვიდეო სრულად ნახოთ და მოусმინოთ კაცს, რომელთვისაც გათავისუფლების დაპირება სიკვდილის განაჩენად იქცა. هم از داخل داریم میخوریم هم از شما داریم میخوریم بچه‌های ما دارن کشته میشن حواستون هست رفیقام ორივე მხრიდან გვხდება დარტყმა, შიგნიდანაც და თქვენგანაც. ჩვენი შვილები იხოცებიან, საერთოდ თუ გაინტერესებთ ეს. ჩემი მეგობრები, ჩვეულებრივი მოქალაქეები.
ათასობით პრობლემა გქონდა ამ სანქციების გამო და ახლა ეს ხალხი საკუთარ ცოლ-შვილთან ერთად იხოცება. რას ეძებთ? რა დაგემართათ? როდის გახდა თქვენი ყოფა ასეთი? რატომ დაუშვით, რომ სიძულვილს დაემსგავსებინეთ მათთვის, ვინც თავად გძულთ? აქ ექსტრემისტები ომის ნაღარას ცემენ და თქვენც იმავეს აკეთებთ. ჩვენ კი ამ ორ ცეცხლს შუა მოვყევით. რას ჩადიხართ? ჩვენ გვტკენთ, ერს ტკივა. ჩვენი პატარა გოგონები შავდებიან. ჩვენი შვილები ნადგურდებიან. მე 7 მილიონით უმანი გადავიხადე VPN-ში, რომ დაკავშირება შემძლებოდა და ეს მეთქვა. ეს ნიშნავს, რომ ისევ გძარცვავენ, მაფია ისევ გწეწავს. რა გინდათ ჩვენგან? რომელ გაზაფხულზე ოცნებობთ, როცა თქვენი ზამთარი ასეთი ყინვიანია? ქუშებში უამრავი დახოცილი გყავს. ვინ გითხრათ, რომ ომს თავისუფლებამდე მიყვავართ? ვინ დაგაჯერათ, რომ ომს ჩვენთვის რაიმე სიკეთე მოაქვს? ისინი ამბობდნენ, რომ სანქციები კურთხევაო. თქვენ ამბობთ, რომ ომია კურთხევაო. ჩვენ სანქციების დროსაც ვკდებოდით. ჩემი დის 2 შვილი წამლების უქონლობის გამო გარდაიცვალა. წარმატებები, სადაც არ უნდა იყოთ. სანქციებმა დაგვღუპა. ომიც გვღუპავს. ჩვენ ვკვდებით. თქვენ არ გესმით, რას ვამბობ. ჩამოდით თეერანის ცენტრში და თავად ნახავთ. ჩემი მეგობრები იხოცებიან. უბრალო ხალხი, მუშები. არ არის სამუშაო. მუშები ქუჩაში გაყარეს. საჭმლის ფული აღარ გააჩნიათ. 24 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარ მიღმაა და თქვენ ეს საერთოდ არ გადარდებთ. 168 ფოტო გამოგიგზავნეთ. სათითაოდ შეხედეთ ამ გოგონების სახეებს. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის დამნაშავე. მე იმას გეკითხებით. ირანელები არ ხართ? ადამიანი აღარავინ დარჩით? ვინმემ საერთოდ დაფიქრდით, რას გრძნობენ ახლა მათი დედები? მარტო ეს კი არა. საავადმყოფოებს ბომბავენ. სამშობიაროებს ესხმიან თავს. ჩემს გვერდით შენობა ააფეთქეს. გამვლელი ადამიანები ჩემს თვალწინ ნაკუწებად იქცნენ. ცოტა ადრე რომ გამოვსულიყავი, ახლა მეც აღარ ვიქნებოდი. ქუჩაში ჩვეულებრივად მივდიოდი და ხალხი, ქალები და ბავშვები ჩემს ხელში დაიხოცნენ. როდის მოუტანია ომს ჩვენთვის შვება? წლებია ვიძახით, რომ ეს ყველაფერი აბსურდია. სად ნახეთ სანქციების სიკეთე? თქვენ არ გყავთ კიბოთი დაავადებული შვილი, რომლისთვისაც წამალს ვერსად შოულობთ. ეს არის ჩვენი რეალობა ირანში. მესმის, რომ ნაწყენები ხართ. მესმის, რომ გძულთ ისინი. ღმერთს ვფიცავარ, ყველაფერი მესმის. რაც თქვენ თავს გადახტკათ, ჩვენც დაგვატყდა. მე უბრალოდ ვერ შევძელი ირანიდან წასვლა. უამრავი მეგობარი მყავს აქ, ვინც ვერ მიდის. ვერ მივატოვე ისინი. არ ვამბობ, რომ ვინც წახვედით უგულოები ხართ. უბრალოდ მე ვერ შევძელი. ჩემი ფესვები აქაა. ვხედავ, როგორ ნადგურდებიან. მესმის თქვენი ტკიმილი, მაგრამ არ მესმის, რატომ იძიებთ ჩვენზე შურს? რატომ უყურებთ მშვიდად, როგორ იხოცებიან ბავშვები? ღმერთის გულისთვის. ომს ამ ქვეყანაში არც დემოკრატია მოაქვს და არც თავისუფლება. ეს ზამთარი გაზაფხულად არ იქცევა. მოდით და ნახეთ, რა ხდება ქუჩებში. ეს კაცი ამხელს იმ საშინელ ტყუილს, რომლითაც იმპერიები ხალხს კვებავენ. როცა ბომბები შენს თავზე ფეთქდება, არ არსებობს ჰუმანიტარული ინტერვენცია. არსებობს მხოლოდ ნანგრევებში მოყოლილი მუშები, წამლის გარეშე დარჩენილი ბავშვები და შიში, რომელიც ადამიანს ყოველ ნაბიჯს ესდებს. ის, რაც ვაშინგტონისთვის გეოპოლიტიკური სვლაა, თეირანისთვის შეწყვეტილი სიცოცხლეებია. ირანის შიგნით რეჟიმის სიკვდილის მანქანა სრული დატვირთვით ამუშავდა. ქალაქ ყუმში 3 ახალგაზრდა, მეჰდი გასემი, სალეჰ მოჰამადი და საიდ დაუდი სიკვდილით დასაჯეს. ესენი ის ბიჭები არიან, რომლებიც იანვრის პროტესტების დროს დააკავეს. რეჟიმმა მათ ბრალი დასდო ღვთისწინააღმდეგ ომში, ამერიკისა და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. თეოკრატია ომს იყენებს როგორც იდეალურ საბაბს საზოგადოების საბოლოოდ დასაშინებლად. ნებისმიერი პროტესტი დღეს მტრული სახელმწიფოს აგენტობად ფასდება. ირანელი ხალხი მართლაც ორ ცეცხლს შუაა. მათ საკუთარ ფანჯრებში რევოლუციის გუშაგები ესვრიან, ხოლო თავზე ამერიკული რაკეტები ეცემათ. იანვრის პროტესტების დროს დაკავებული 10,000-ობით ადამიანი კვლავ ციხეებში რჩება. საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ომის დროს პატიმრების გათავისუფლებას, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაგრამ ირანის ხელისუფლება ამას არ აკეთებს. პირიქით, პოლიციის უფროსმა ღიად განაცხადა, თუ ხალხი ქუჩაში პროტესტისთვის გამოვა, ჩვენ მათ მტრებად მივიჩნევთ და თითი უკვე სასახლეზე გვიდევსო. ჟურნალისტი ფატემე ჯამალპური, რომელიც ირანის შიგნით არსებულ მდგომარეობას აკვირდება, აღწერს ვითარებას, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს ცდება.
ირანელები ახლა სულ საინფორმაციო ვაკუუმსა და საომარ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ქუჩებში ყოველ რამდენიმე ასეულ მეტრში საკონტროლო პუნქტებია. პოლიცია ადამიანების ტელეფონებს ჩხრეკს და სცემს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ VPN-ი აქვს დაინსტალირებული. ერთადერთი საშუალება, რომ მსოფლიოს ხმა მიაწვდინონ. ხალხი მართლაც გაფანტულია და უმწეო მდგომარეობაშია. პირველ რიგში, როგორც ახსენე, მათ არ აქვთ ინტერნეტი და იქ ერთგვარი საომარი მდგომარეობაა. ყოველ რამდენიმე ასეულ მეტრში საკონტროლო გამშვები პუნქტებია. ისინი ჩხრეკენ ხალხის ტელეფონებს, სცემენ მათ. ადამიანებს მხოლოდ იმის გამო აპატიმრებენ, რომ VPN-ი აქვთ ჩაწერილი. გარდა ამისა, აი რას აკეთებს რეჟიმი. ისინი მიზანში იღებენ Starlink-ის მფლობელებს და აპატიმრებენ მათ. ხალხს არ აქვს წვდომა არავითარ თავშესაფარზე თუ დაცვაზე. ისინი სრულიად ბედის ანაბარა, მარტო არიან მიტოვებულები. მეორე მხრივ ჯამალპური ყვება იმ ტრაგიკულ განცდაზე, რომელიც ბევრ ირანელს დაეუფლა. შიში ბომბების წინაშე და კიდევ უფრო დიდი შიში იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ მათ უარესიელით. ცხადია, ეს არ არის ომის მხარდაჭერა. ეს არის იმ ხალხის უკიდურესი სასოწარკვეთა, რომელმაც იანვარში ათასობით დახოცილი თანამოქალაქე ნახა და ახლა ფიქრობს, რომ გარე ძალის ჩარევის შემდეგ რეჟიმი უფრო რეპრესიული გახდება. ამ ტერორს ემატება ეკონომიკური კოლაფსი. სამშენებლო სექტორის პროექტების შეჩერების გამო მუშების 90%-მა სამსახური დაკარგა. ინფლაციამ 300%-ს მიაღწია. ბრინჯი და ზეთი ფუფუნების საგანი გახდა. მუშები, რომლებიც ქუჩაში ამ ომის ფასს საკუთარი სიცოცხლით იხდიან, სრულიად მარტო დარჩნენ. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ირანელი ხალხისთვის ტრამპის რიტორიკა აღმოჩნდა. როცა ვაშინგტონი ირანის რუკის შეცვლაზე, ქვეყნის დანაწილებასა და სეპარატისტული ჯგუფების შეიარაღებაზე იწყებს საუბარს, ხალხი ხედავს არა თავისუფლებას, არამედ საკუთარი სამშობლოს გაქრობის საფრთხეს. ტერიტორიული დაშლის შიში ირანულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შიშია. სწორედ ამან აიძულა ბევრი ირანელი, ვისაც სულ სისტემა დღეს საკუთარი ქვეყნის დროშის გარშემო გაერთიანდეს. ტრამპმა თავად მისცა აიათოლებს ის ნაციონალისტური ფარი, რომლითაც ისინი ახლა ამერიკულ რაკეტებს ეხლებიან. თუმცა ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა მცირე, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა აქვთ ირანში მიმდინარე სოციალურ ვითარებაზე, ამბობენ, რომ ისლამური რესპუბლიკა სასოწარკვეთილი ცდილობს შექმნა სახალხო მხარდაჭერის ილუზია, დადგმული ქუჩის შოუებით. მაგრამ ეს ხელოვნური შეკრებები არა ძალის, არამედ იზოლირებული რეჟიმის შფოთვის გამოხატულებაა. უსკული მმართველ სისტემასა და საზოგადოებას შორის ყოველდღიურად ღრმავდება და ის უკვე გადაულახავია. საყოველთაო უნდობლობა იმდენად დიდია, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ქვეყნის მასშტაბით მკაფიო დისტანცირება მოახდინა რეჟიმის პოლიტიკასა და ნარატივებისგან. ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირება, ეს არის ორი სხვადასხვა სამყარო. ერთხარესაა ჩაკეტილი მებრძოლი თეოკრატია, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მეორე მხარეს კი ხალხი, რომელიც საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვის როგორც გარე აგრესიის, ისე შიდა ტერანიის პირობებში. რეჟიმისთვის ხალხის მხარდაჭერა მხოლოდ დეკორაციაა. სინამდვილეში კი მათ საზოგადოებისგან რეალური დასაყრდენი დიდი ხანია გამოეცალა, თუმცა ჯერჯერობით ახერხებენ გადარჩენას და სახალხო ლეგიტიმაციის სიმულირებას. სწორედ ეს არის ამ ომის პირველი აქტი. ილუზორული მიზნები, რეალური ტრაგედია და ხალხი, რომელიც საკუთარი რეჟიმის სახჩობელებსა და უცხოურ ბომბებს შორის გადარჩენას ცდილობს. როგორც თეირანის სასოწარკვეთილი მკვიდრი ამბობს, ეს ზამთარი გაზაფხულად არ იქცევა. ომს დემოკრატია არ მოაქვს, მას მოაქვს მხოლოდ ნგრევა, შიმშილი და მომავლის შიში. თეირანის ქუჩებში დაღვრილი სისხლისა და საცოწარკვეთის მიღმა, ვაშინგტონისა და სილიკონ-ველის კონდიცირებულ კაბინეტებში ომი აღარ არის ტრაგედია, არამედ მონაცემთა დამუშავების პროცესია. ჩვენ შევედით ეპოქაში, რომელსაც ისტორიკოსები ალბათ პირველ ხელოვნური ინტელექტის ომს დაარქმევენ. ეს აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის რეალობა, სადაც ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადაწყვეტილებას არა ოფიცერი, არამედ ალგორითმი იღებს. ამ ტექნოლოგიური ტერორის ცენტრში დგას სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც Project Maven. ეს არის ამერიკული თავდაცვის სამინისტროსა და კერძო ტექნოლოგიური გიგანტების შერწყმის შედეგი. მისი მთავარი არქიტექტორი კომპანია Palantirია, რომელსაც მილიარდერი პიტერ ტილი მართავს. Maven იყენებს ხელოვნური ინტელექტის უახლეს მოდელებს, მათ შორის კომპანია Anthropic-ის მიერ შექმნილ კლოდს, რათა დაამუშავოს გიგანტური მოცულობის სადაზვერვო მონაცემები. დრონების ვიდეო მასალა, სატელიტური ფოტოები, ინტერნეტ ტრაფიკი და მობილური ტელეფონების სიგნალები. ადმირალი ბრედ კუპერი ამაყად აცხადებს, რომ ეს სისტემები ეხმარება სამხედროებს გაფილტრონ ხმაური და მიიღონ გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად, ვიდრე მტერი რეაგირებას მოასწრებს. საათობით და დღეობით გაწელილი ანალიზი ახლა წამებში სრულდება, მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რის ხარჯზე ხდება ეს ისწრაფი? როცა ომი ავტომატურ რეჟიმზე გადადის, სად მთავრდება პასუხისმგებლობა?
ადმირალი ამტკიცებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ადამიანი იღებს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ადამიანი მხოლოდ დასტურის ღილაკს აჭერს იმას, რაც მანქანამ უკვე გადაწყვიტა. ეს არის ადამიანური შემეცნების მიღმა არსებული სიჩქარე, სადაც კრიტიკული აზროვნებისთვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. ახლა განვიხილოთ, როგორ იყენებს აშშ ხელოვნურ ინტელექტს სამიზნეების ამოსაცნობად და პრიორიტეტების განსასაზღვრად. მკვლელობის ჯაჭვი არის ბიუროკრატიული მექანიზმი, რომლითაც სამხედროები მტრის იდენტიფიცირებიდან უშუალოდ მის განადგურებამდე მიდიან. დრონების შემდეგ ამ პროცესის დაჩქარების ახალი ფრონტი ხელოვნური ინტელექტია. ათობით ათასი საათის ადამიანურ შრომას წამებსა და წუთებამდე ამცირებთ. სამიზნის შერჩევის გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია კი ვადებს უამრავ პრობლემურ სამართლებრივ, ეთიკურ და პოლიტიკურ კითხვას. Project Mayuanis ეფექტურობის ყველაზე შემზარავი მაგალითი ომის პირველივე დღეებში ირანის სამხრეთში, ქალაქ მინაფში გამოვლინდა. ამერიკულმა ტომაჰავკებმა მიწასთან გაასწორეს გოგონათა სკოლა, სადაც 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ბავშვები. და როგორ მოხდა ეს შეცდომა? ხელოვნურმა ინტელექტმა ეს ტერიტორია მონიშნა როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე. იმიტომ რომ სკოლის გვერდით სულ რამდენიმე მეტრში ირანის რევოლუციური გუშაკთა კორპუსის ბაზა მდებარეობდა. ხელოვნურმა ინტელექტმა დაამუშავა ძველი რუკები და სატელიტური მონაცემები, მაგრამ მან ვერ დაინახა კედელი, რომელიც სკოლასა და ბაზას შორის 13 წლის წინ ააშენეს. მან ვერ გაანალიზა დილის საათებში სკოლასთან მიყვანილი 170 გოგონას ეგრეთ წოდებული ცხოვრებისეული ნიმუში. მანქანისთვის ეს იყო უბრალოდ ობიექტების გროვა სამხედრო ზონაში. პროფესორი კრეიგ ჯონსი, The War Lawyers-ის ავტორი, პირდაპირ ამბობს, ეს არის სიკვდილის კონვეირი. ალგორითმი დღეში ათასობით საბიზნეს აყალიბებს და ადამიანი ოპერატორი, რომელიც ამ ნაკადის ქვეშაა, ფიზიკურად ვერ ასწრებს თითოეულის გადამოწმებას. სკოლის შენობა 13 წელია იდგას. ნებისმიერ დრონს, რომელიც იქ ნახევარი საათით იფრენდა, შეეძლო დაეფიქსირებინა, რომ ეს სამოქალაქო ობიექტია. ტრამპი თავიდან მომხდარს ირანულ რაკეტას აბრალებდა, მაგრამ მოგვიანებით პენტაგონის გამოძიებამ დაადასტურა, ეს ამერიკული დარტყმა იყო. As you've said, 170 mainly girls were killed, innocent civilians. გოგონათა სკოლაზე დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე მასშტაბური მსხვერპლის მიზეზი გახდა. დაიღუპა 170-მდე ბავშვი. თავდაპირველად აშშ-ს სამხედრო უწყება ამას უარყოფდა. ტრამპი კი მიანიშნებდა, რომ ეს ირანული რაკეტა იყო. თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ დარტყმა ამერიკული ტომაჰავკებით განხორციელდა, რაც აშშ-ს წინასწარი გამოძიებითაც დადასტურდა. ჯერჯერობით უცნობია AI-ის ზუსტი როლი ამ შეტევაში, მაგრამ ვიცით, რომ პალანტირის პლატფორმაზე ანთროპიკის მოდელს აქტიურად იყენებდნენ სადაზვერვო ანალიზისთვის. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სისტემა ჯერ კიდევ უშვებს სისტემურ შეცდომებს. მან ვერ ამოიცნო სკოლა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეში მედია საშუალებებმა სატელიტური ფოტოებით დაადასტურეს სკოლასა და ირანის გუშახთა კორპუსის ბაზას შორის 13 წლის წინ აშენებული კედლის არსებობა. დრონის კადრებითაც კი ნათლად გამოჩნდებოდა, როგორ მიჰყავდათ მშობლებს ბავშვების სკოლაში იმ დილას, რაც ობიექტს ცალსახად სამოქალაქო სამიზნედ აქცევდა. თუმცა ჩნდება მთავარი კითხვა. როგორ მუშაობს AI, როცა სისტემაში 10 წლის წინანდელი მოძველებული ინფორმაციაა შეყვანილი, რომელიც არასოდეს განახლებულა და სად არის ადამიანის როლი ამ პროცესში? ეს ტრაგედია არ მომხდარა ვაკუუმში. ის პირდაპირი შედეგია იმ ეთიკური წმენდისა, რომელიც ტრამპმა თავდაცვის უწყებაში ჩაატარა. 10 წლეულების განმავლობაში ამერიკულ არმიაში არსებობდა ომის იურისტების ინსტიტუტი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყოველი დარტყმის წინ აკეთებდნენ პროპორციულობის გათვლას. რა იყო სამხედრო სარგებელი და რა იყო სამოქალაქო მსხვერპლის რისკი. ტრამპის მეორე ვადის პირველივე დღეებში მან ეს ხალხი დაითხოვა. თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი კი ღიად აცხადებს. წარსული სულელური და პოლიტკორექტული ომები იმის საპირისპირო იყო, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ. მათ ჰქონდათ ბუნდოვანი მიზნები და შემზღუდავი, მინიმალისტური მოქმედების წესები. ეს დასრულდა. ჩვენი უფლებამოსილებები, პრეზიდენტისა და ჩემი ჩათვლით, მაქსიმუმამდეა გაზრდილი. ჩვენი შესაძლებლობები არის გამანადგურებელი და მზარდი. არანაირი სულელური წესები, არანაირი პოლიტკორექტული ომები. გაუქმდა სამოქალაქო დაცვის ცენტრიც, რომელიც
ობამასა და ბაიდენის დროს შეიქმნა. შედეგად მივიღეთ ომი, სადაც ალგორითმი გეუბნება ვინ მოკლა, ხოლო იურისტი გეუბნება, რომ ეს კანონიერია. საინტერესოა, რომ ამ პროცესში ბზარი თავად ტექნოლოგიურ სამყაროში გაჩნდა. კომპანია Anthropic-მა, რომელიც კლოდის ავტორია, სადა პროტესტის გამოხატვა. მათ სურდათ შეეზღუდათ თავიანთი ტექნოლოგიის გამოყენება მასობრივი თვალთვალისა და სრულად ავტონომიური იარაღისთვის. მათი არგუმენტი ტექნიკური იყო. AI ჯერ კიდევ უშვებს შეცდომებს და მისი გამოყენება სასიკვდილო დარტყმებისთვის სახიფათოა. ტრამპის პასუხი იყო დაუნდობელი. მან Anthropic-ი შავსიაში შეიყვანა და სახელმწიფო კონტრაქტებიდან გააქრო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკულ კომპანიას ასეთი იარლიკი მიაწევეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეთიკური კითხვები გაუჩნდათ, მაგრამ კორპორაციული ვაკუუმი მალე ივსება. Anthropic-ის ადგილი მაშინვე დაიკავა OpenAI-მ. სემ ალტმანი სიამოვნებით ათანხმდა იმ კონტრაქტებს, რაზეც ხვებმა უარი თქვეს. ამ ტექნოლოგიური გიგანტებისთვის Palantir, Google, Amazon, Microsoft-ი ომი აღარ არის მხოლოდ ტრაგედია, ეს არის მათი ახალი ბიზნეს მოდელი. ირანი მათთვის არის უზარმაზარი პოლიგონი, სადაც ისინი თავიანთ ალგორითმებს ცოცხალ ადამიანებზე ცდიან. Palantir-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექს კარპი CNBC-სთან ინტერვიუში პირდაპირ ამბობს: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს, თორემ ჩვენი მტრები გააკეთებენ. ეს არის კლასიკური შიშის გაყიდვა, რომლითაც მილიარდობით დოლარი ხალხის ჯიბიდან სამხედრო ციფრულ კომპლექსში გადაედინება. ის, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, არის ფაშიზმის ახალი ციფრული ვერსია. ეს არის სახელმწიფოსა და კორპორაციის ისეთი შერწყმა, სადაც სამოქალაქო კონტროლი ნულოვანია. გადაწყვეტილებები მიიღება შავყუთებში, რომელთა კოდსაც მხოლოდ რამდენიმე პროგრამისტი ცნობს. სპეცრაზმი, რომელმაც ვენესუელაში ნიკოლას მადუროს გატაცების ოპერაცია ჩაატარა, სწორედ ამ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს იყენებდა. სისტემები, რომლებიც ღაზაში გამოსცადეს, ახლა ირანშია გაშლილი. ეს ომი შეცდომა კი არ არის, ეს ამ სისტემის ყველაზე დიდი წარმატებაა. სანამ ბომბების ხმა თეირანში არ წყდება, სილიკონველის აქციების ფასები იზრდება. 170 მოკლული გოგონა მინაბის სკოლაში მათთვის უბრალოდ მონაცემთა ცდომილებაა, რომელიც შემდეგ განახლებაში გამოსწორდება. აქ აღარ არის საუბარი ინდუსტრიაზე, დიპლომატიაზე ან საერთაშორისო სამართალზე. დღეს ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი წყვეტს. ბოლო წლებში სილიკონის ველი და ისრაელი ერთმანეთს განუყოფლად გადაეჯაჯვა. რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ. მხედველობაში მაქვს დელტას სპეცრაზმი, რომელმაც მადურო გაიტაცა. ომის დროს სამხრეთ ლიბანში შექმნილი გაფართოებული რეალობის AR ვიზორები. ტექნოლოგიური სისტემები, რომლებიც LiDAR რადარებით ბრძოლის ველის 3D რუკებს ქმნიან. რაც AI ალგორითმებს საშუალებას აძლევს უზუსტესი იდენტიფიცირება მოახდინონ Amazon-ის, Palantir-ისა და ისრაელის სხვადასხვა ტექ გიგანტების მეშვეობით. Palantir-ი უკრაინაში ფრონტის ხაზს სატელიტებით, დრონებითა და თერმული სენსორებით ასკანირებს. ისეთი პროგრამები, როგორიცაა Lavender და Maven, სამხედრო ოპერაციების ეფექტურობას პიკამდე ზრდიან. იქნება ეს ღაზაში, იემენში, ახლა უკვე ირანში თუ რა თქმა უნდა უკრაინაში. მოკლედ რომ თქვათ, დღეს არსებობს უძლიერესი სამხედრო AI კომპლექსი, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოშია შეღწეული, თუნდაც JD Vance-ის სახით. სხვა სიტყვებით, რა მოტივსაც არ უნდა ებიძგებინა ტრამპისთვის ამ სულელური გადაწყვეტილებისკენ, მას ზურგს უმაგრებდა მის გარშემო მყოფი ამ საქმით დაინტერესებული და ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული ადამიანების გავლენიანი ქსელი. თუ აქამდე საუბრობდი იმაზე, თუ როგორ იხოცება ხალხი თეირანის ქუჩებში და როგორ მუშაობს ამერიკული ალგორითმული სიკვდილის მანქანა, ახლა დროა დავსვათ თავარი კითხვა. ვის აწყობს ეს ყველაფერი? რატომ გადაწყვიტა ამერიკის პრეზიდენტმა, რომელსაც წინასაარჩევნო წელი აქვს და რომლის ამორჩევლსაც ომების დასრულება სურდა, თავით გადაშვებულიყო ამ ავანტიურაში? პასუხი ვაშინგტონში კი არა, იერუსალიმშია. ამ ომს ერთი ნამდვილი ავტორი ჰყავს და ეს ბენიამინ ნეთანიაჰუ. დენიელ ლევი, კაცი, რომელიც თავად იყო ისრაელის სამთავრობო დელეგაციების წევრი და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის უბადლო მცოდნეა, ხსნის იმ საშინელ ლოგიკას, რომელიც ამ ომის მიღმა დგას. ნეთანიაჰუ მიცის, რომ ამერიკული ჰეგემონია ილევა. მან იცის, რომ ვაშინგტონისთვის ახლო აღმოსავლეთი ნელ-ნელა მეორე ხარისხოვანი ხდება და ამერიკის მთელი ყურადღება აზიისკენ გადადის. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა გამოეყენებინა ისტორიული ფანჯარა. პრეზიდენტი, რომელიც მზადაა ყოველგვარი კითხვის გარეშე გამოიყენოს უზარმაზარი სამხედრო ძალა სხვისი მიზნებისთვის. The US is on a trajectory where it is not
ამერიკა ახლა იმ ტრაექტორიაზეა, სადაც საკუთარი აბსოლუტური ჰეგემონიის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს. ამიტომ ისრაელი ასე მსჯელობს. სანამ ვაშინგტონს ჯერ კიდევ შერჩენია ძალაუფლების ნარჩენები და ეს რესურსი კვლავაც კოლოსალურია, გვირჩევნია ეს ძალა ჩვენი მტრების განადგურებაში დაახარჯვინოთ, ვიდრე სხვა რამეში. ისრაელი ერთი ნაბიჯით წინ იყურება. მათი გათვლა ასეთია: თუ ჩვენ თავს დავიმკვიდრებთ რეგიონული მართვის ცენტრში, როგორც უმთავრესი მოთამაშე, აბრაამის შეთანხმებების ბაზაზე და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან კავშირის მრავალგზის გაღრმავებით, მაშინ გვექნება გადარჩენის სტრატეგია იმ მომავლისთვის, როცა ამერიკის როლი რეგიონში მინიმუმამდე დაიყვანება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ამერიკამ გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც ახლო აღმოსავლეთი როგორც პრიორიტეტი სრულიად მარგინალიზებული იყო. თუმცა დღეს რეალობა სხვაა. თაადის საზენითო სისტემები სამხრეთ კორეიდან მოხსნეს და ახლო აღმოსავლეთში გადმოისროლეს. პრეზიდენტმა კი ნატოელ პარტნიორებს უბრალოდ ზურგი შეაქცია. ჩემი აზრით, ისრაელი ამით აგზავნის სიგნალს, რომ ჩვენ ამ რეგიონში ინტეგრაცია არ შეგვიძლია. ამიტომ ჩემთვის მთავარი კითხვაა არა რეჟიმის ბედი ან სიონისტური სახელმწიფო პროექტი, არამედ თავად ისრაელის ებრაული თემის მომავალი და კეთილდღეობა. Sending the signal that we cannot be absorbed into this region, and for me ნეთანიაჰუს სტრატეგია მარტივია, გამოიყენი ან დაკარგავ. მან დაითანხმა ტრამპი ომზე, რომელიც ამერიკას არ სჭირდებოდა, მაგრამ ისრაელისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი იყო. მიზანი არასდროს ყოფილა ირანის დემოკრატიზაცია, მიზანი ირანის როგორც ფუნქციონირებადი სახელმწიფოს სრული განადგურება. უნდა გვესმოდეს ერთი რამ: ისრაელისთვის მეგობრული რეჟიმი თეირანში ისეთივე სახიფათოა, როგორც მტრული. იმიტომ რომ ძლიერი ირანი იქნება ეს თეოკრატიული თუ დემოკრატიული, ყოველთვის იქნება ისრაელის ბუნებრივი გეოპოლიტიკური კონკურენტი. სწორედ ამიტომ ნეთანიაჰუს გეგმა არა რეჟიმის შეცვლა, არამედ სახელმწიფოს დაშლა. Israel has a different plan. ისრაელს სხვა გეგმა აქვს. მათი მიზანი არა რეჟიმის შეცვლა, არამედ რეჟიმის დამხობა და ირანში სახელმწიფოს ჩამოშლაა. მათ სურთ ქაოსი. ისრაელი ამაზე უჩვეულოდ ღიად საუბრობს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აიძულონ ამერიკა განახორციელოს დარტყმების მეორე, ბევრად უფრო მასშტაბური ტალღა. ჩვენ გვახსოვს 2025 წლის ივნისი, ესკალაცია დეესკალაციისთვის, როგორც მაშინ უწოდებდნენ. თუმცა მთავარი ისაა, რომ ისრაელმა აიძულა ამერიკის პრეზიდენტი გაეკეთებინა ის, რის მიღწევასაც 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, განსაკუთრებით ნეტანიაჰუ. როგორც ჩანს, ტრამპს არ გააჩნდა საკმარისი სამხედრო რესურსები არც ასეთი მასშტაბური შეტევისთვის და არც ისრაელის დასაცავად, რადგან მისი მუქარები ხშირად მხოლოდ ტრაბახი აღმოჩნდა. ისრაელი კი აბსოლუტურად არის დამოკიდებული ამერიკულ დაცვაზე. ისრაელის გეგმა არა რეჟიმის შეცვლა, არამედ სახელმწიფოს კოლაფსია. ეს არის მათი რეგიონული პროექტი, რომელსაც მათი მოკავშირე სპარსეთის ყურეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიც იზიარებს. მათ სურთ ქაოსი. ისრაელისთვის მომგებიანია სუსტი სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ შიდა ქაოსში არიან ჩაფლულნი. მათი მიზანია ეს ქაოსი რეგიონის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს და რეგიონის სხვა ქვეყნები ამ პრობლემების მოგვარებით იყვნენ დაკავებულნი. ეს არის მათი რეგიონული პროექტი და ისინი შესაძლოა ისე ახლოს არიან ამ მიზანთან, როგორც არასდროს. მათ სჭირდებათ ირანი, რომელიც ერაყივით, ლიბიასავით ან სირიასავით იქნება, ფრაგმენტირებული სამოქალაქო ომებში ჩაძირული, ეთნიკურად დაყოფილი და ინდუსტრიულად განადგურებული ტერიტორია. თუ ირანი, როგორც ერთიანი ძალა გაქრება, მაშინ ისრაელი რჩება ერთადერთ ქმედით სამხედრო ძალად რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი არაბული ქვეყანა საუდის არაბეთიდან დაწყებული ეგვიპტით დამთავრებული იძულებული იქნება უსაფრთხოებისთვის ისრაელის არქიტექტურას დაემორჩილოს. აბრაამის შეთანხმება მშვიდობაზე კი არა, ამ ტიპის ტოტალურ დამოკიდებულებაზე იყო გათვლილი. ამ სტრატეგიის ყველაზე ნათელი დასტური ალი ლარიჯანის მკვლელობა. ლარიჯანი არ იყო რადიკალი ფანატიკოსი. ის იყო პრაგმატული პოლიტიკოსი, კაცი, რომელსაც ვაშინგტონშიც და ევროპაშიც იცნობდნენ როგორც ადამიანს, ვისთანაც დიალოგი შესაძლებელი იყო. ის იყო ერთადერთი ფიგურა, ვისაც შეეძლო ომიდან გამოსვლის პოლიტიკური გზა ეპოვა. სწორედ ამიტომ მოკლა ის ისრაელმა. მათ არ სჭირდებათ გამოსავალი, მათ არ სჭირდებათ მოლაპარაკებები. ყოველი ასეთი მკვლელობებით ისრაელი ტრამპს მშვიდობისკენ მიმოვალ გზას უჭრის.
ნეთანიაჰუ სურს, რომ ტრამპი ბოლომდე ჩაიხარშოს ამ ომში, სანამ ირანის ინდუსტრიული ბაზა, მისი ენერგეტიკული სისტემა და სამხედრო პოტენციალი სრულად არ აღიგვება პირისაგან მიწისა. ეს არის შეგნებული საბოტაჟი ნებისმიერი დიპლომატიური მცდელობისა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ირანულ თეოკრატიაში კრიტიკულ ფიგურად ჩამოყალიბდა. ის იმდენად გადაწყვეტილებების მიმღები არ იყო, რამდენადაც კონსენსუსის შემქმნელი ამ სისტემის შიგნით. ამასთანავე მას განიხილავდნენ როგორც დიპლომატიური გამოსავლის ძიების მომხრეს. მეტიც, ამ ომის დაწყებამდე დეკემბერში მასსა და თეთრი სახლის საკვანძო ფიგურას შორის გარკვეული დიპლომატიური კონტაქტებიც კი შედგა. ასე რომ ის ნამდვილად იყო ადამიანი, ვისთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა ოდესმე საერთო ენა გამოენახა. გაუგებარია, ისრაელმა ის განზრახა მოიღო მიზანში უბრალოდ ხელსაყრელი მომენტის გამო, თუ ეს იყო მცდელობა ტრამპისთვის დიპლომატიური გზები გადაეჯრათ იმ ადამიანების განადგურებით, ვისთანაც მას მოლაპარაკება შეეძლო. ან იქნებ ეს სტრატეგიის მორიგი ცვლილებაა და რეჟიმის თავის მოყვეთის დეკაპიტეიშენ გეგმას უბრუნდებიან მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ ჰორმუზის სრუტის სამხედრო გზით გახსნა უაღრესად რთული იქნება. შედეგად აშშ და ისრაელი ისევ იმ საწყის წერტილს უბრუნდებიან, რითაც ეს ომი დაიწყეს. მცდელობას რეჟიმის თავის მოყვეთით მისი შიგნიდან ჩამოშლა გამოიწვიონ. თუმცა მე ეს ნაკლებად სავარაუდო მგონია. ეს ნამდვილად დიდი ტაქტიკური დარტყმაა ირანელებისთვის, მაგრამ სისტემას უკვე აქვს შემუშავებული მზაობა მსგავსი შემთხვევებისთვის. ჩვენ ეს უზენაესი ლიდერის მკვლელობის შემდეგაც ვნახეთ და იგივე მოხდება ახლაც, ბასიჯის ხელმძღვანელის მკვლელობის შემთხვევაში. სანამ მსოფლიო ირანის ნავთობზე ნერვიულობს, ისრაელი ლიბანში იმავე საკეთებს, რასაც ღაზაში აკეთებდა. საბაბი აქაც იგივეა, ირანის მარჯვენა ხელის ჰეზბოლას განადგურება, რათა ირანი სრულად დაუცველი დარჩეს, მაგრამ ნახეთ რა ფასად ხდება ეს. ერთ კვირაში მილიონზე მეტი ლიბანელი საკუთარი სახლებიდან განდევნეს. ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი კი ღიად იმუქრება ბეირუთის ღაზიზაციით. ამერიკის ელჩი მაიკ ჰაკაბი იგი საერთოდ აბსურდულ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ისრაელს აქვს უფლება ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილზე გავრცელდეს. ეს არ არის ომი უსაფრთხოებისთვის, ეს არის ღია კოლონიალური ექსპანსია, სადაც მთელი ქვეყნები და ერები მისაღებ დანაკარგებად არიან მიჩნეულნი. ლიბანის მოსახლეობამ ისრაელისგან ევაკუაციის კიდევ ერთი ბრძანება მიიღო, ამჯერად ლიტანისა და ზაჰარანის მდინარეებს შორის არსებული ტერიტორიიდან. ფაქტობრივად, სამხრეთ ლიბანის უდიდესი ნაწილი ახლა დევნილობის ზონაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია მსმენელებმა, ვინც ლიბანს არ იცნობენ, გააცნობიერონ. ეს ძალიან პატარა ქვეყანაა, მჭიდროდ დასახლებული ურბანული რაიონებით. ხალხს წასასვლელი თითქმის არსად აქვს. 2 ღამის წინ რამლას სანაპიროზე ვიყავი, ბეირუთის ბულვარის სამხრეთ ბოლოში. იქაურობას ვაკვირდებოდი. უამრავი დევნილი იყო, კარვები ჰქონდათ გაშლილი. მზის ჩასვლისას ხალხი ნარგილეს ეწეოდა. რამდენიმე საათში კი იქ, სადაც მე ვიდექი, საშინელი სასაკლაო მოაწყვეს. დრონმა რამდენიმე ბომბი დაუშინა ტროტუარზე, პირდაპირ კარვებში მყოფ დევნილებს. დაიღუპა 8 და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. ხაზს უსვამ, ეს ცენტრალური ბეირუთია, ტერიტორია, სადაც ევაკუაციის ბრძანება არც კი გაცემულა. 2 კვირაზე ნაკლებ დროში თითქმის 700 დაღუპულამდე ავედით, რაც დღეში საშუალოდ 50 ადამიანს ნიშნავს. ლიბანში უკვე იმ ციფრებს უახლოვდებით, რასაც ღაზის გენოციდის გარკვეულ პერიოდებში ვხედავდით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მოვლენათა ამ ლოგიკას უკვე თავად ამერიკელი სამხედროებიც ხედავენ. ჯო კენტი, ტრამპის მიერ დანიშნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი და CIA-ის ვეტერანი პროტესტის ნიშნად გადადგა. მან პირდაპირ თქვა, ეს ომი არ არის ამერიკის ინტერესებში. ჩვენ აქ ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ეწოლით აღმოჩნდით. კენტი ხსნის, რომ ირანი არ წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს ამერიკისთვის. ომის დაწყების საბაბი იყო დეზინფორმაცია, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურებმა და გავლენიანმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს. ტრამპმა კი ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ვეტერანებისთვის მოესმინა, კენტს სუსტი უწოდა. ვისაუბროთ ჯო კენტის გადადგომის მნიშვნელობაზე. ის ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, ვინც პოსტი დატოვა. საქმე გვაქვს ამერიკის დაზვერვის მაღალ ჩინოსანთან, რომელიც მიდის და ღიად ამბობს. შეერთებული შტატები ომშია, მაგრამ ჩვენ ვომობთ არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, არამედ იმიტომ, რომ ამისკენ პარტნიორმა ქვეყანამ, კერძოდ კი ისრაელმა გვიბიძგა.
რა თქმა უნდა, ამით მას ისეთი არაფერი უთქვამს, რაც თავად სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს არ განუცხადებია კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. თუმცა განსხვავება თავად კენტის ბიოგრაფიაშია. ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოპერატორია, რომელიც საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობდა და ამ გამოცდილებით მოვიდა ვაშინგტონის პოლიტიკურ სცენაზე. ვფიქრობ, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ომს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეც, მით უმეტეს რომ 2018 წელს ტერაქტის დროს მეუღლე დაკარგა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ ჩემი დათვლით კენტი უკვე მე-16 ამერიკელი ჩინოვნიკია, ვინც ბოლო 3 წლის განმავლობაში აშშ-ისრაელის ურთიერთობის გამო გადადგა. ეს არის ტენდენცია, რომელიც ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციებს მოიცავს. კენტი პირველია, ვინც ტრამპის გუნდიდან წავიდა და ყველაზე მაღალი რანგის პირია მათ შორის, ვინც ორივე ადმინისტრაცია დატოვა. მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ ეს შემთხვევა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ დებატები, რომელიც მაგას მოძრაობის შიგნით მიმდინარეობს აშშ-ისრაელის ურთიერთობებზე. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიულ პარტიაში ამ თემაზე ხმამაღალი დისკუსიაა, მაგრამ აშკარაა, რომ მსგავსი პროცესი ამერიკული პოლიტიკის მემარჯვენე ფლანგზეც მიდის. უბრალოდ ის ნაკლებად შესამჩნევია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე თუ როგორ მართავს ტრამპი რესპუბლიკურ პარტიას. თუმცა ვფიქრობ, ჯო კენტის გადაწყვეტილება ამ დაპირისპირებას სააშკარაოზე გამოიტანს და შესაძლოა პარტიის შიგნით მომავალი რაღვევებისა და ცვლილებების ინდიკატორიც გახდეს. ნეთანიაჰუს სტრატეგია იმდენად თავზეხელაღებულია, რომ ისრაელის თავდაცვის მარაგების ამოწურვის შემთხვევაში მიმოხილველები უკვე ღიად განიხილავენ ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს არის ისრაელის სამხედრო დოქტრინა. თუ სახელმწიფო განადგურების პირას დადგება, ის გამოიყენებს ატომურ ბომბს, თუნდაც ეს საყოველთაო დაღუპვას მოასწავებდეს. ისრაელი ბირთვული სახელმწიფოა, ირანი არა. ეს ასიმეტრია ნეთანიაჰუს საშუალებას აძლევს მსოფლიო ბირთვული შანტაჟის ქვეშამყოფოს. ახლახან მოусმინე ნეთანიაჰუს, რომელიც ებრაულად მიმართავდა თავის კლანს, ბენ გვირს, სმოტრიჩს და სხვებს. მისი გამოსვლის ბოლოს, რომელიც ძალიან სარწმუნოდ მითარგმნეს, მან თქვა: თუ საქმე ცუდად წავიდა, ის მზად არის ირანელებს აჩვენოს ისეთი რამ, რაც მათ მანამდე არასდროს უნახავთ. ვფიქრობ, ის სწორედ ბირთვულ იარაღს გულისხმობდა. ეს მაგონებს 1971 წელს, როცა გოლდა მეიერმა BBC-ს რეპორტიორს კითხვაზე, გამოიყენებდით თუ არა ბირთვულ იარაღს, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე უპასუხა: დიახ. იმ დროს 73 წლის ომში ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ვფიქრობ, ჩვენ კვლავ დავუბრუნდით იმ წერტილს, ოღონდ ახლა გაცილებით უფრო სახიფათო ვითარებაში ვართ. ნეთანიაჰუს გეგმა მუშაობს. ამერიკა ბომბავს, ირანი ინგრევა, ევროპა პანიკაშია, ისრაელი კი რეგიონის ერთადერთ პატრონად ყალიბდება. ტრამპისთვის ეს გართობაა, ნეთანიაჰუსთვის კი ცივი მათემატიკური გათვლა, სადაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ ციფრებია გეოპოლიტიკურ განტოლებაში. როცა ომი იწყება და მსოფლიო ეკონომიკა შოქშია, ყოველთვის ჩნდება ცდუნება, რომ ეს დროებით პრობლემად ჩაითვალოს. ფასები გაიზრდება, შემდეგ სროლა შეწყდება და ყველაფერი თავისით გამოსწორდება. ზუსტად ასე ფიქრობდა დონალდ ტრამპი, როცა ხარგის კუნძულის დაბომბვას გართობას უწოდებდა. როგორც იცით, ჩვენ თავს დავესხით კუნძულ ხარგს და იქაურობა მიწასთან გავასწორეთ. სიტყვასიტყვით ყველაფერი გავანადგურეთ გარდა იმ ზონისა, სადაც ნავთობია. მე ამას მილებს ვეძახი. მილები ხელუხლებელი დავტოვეთ. არ გვინდოდა მათი განადგურება, მაგრამ ამასაც ვიზამთ. შეგვიძლია ეს 5 წუთში გავაკეთოთ და ყველაფერი დასრულდება. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით, რადგან ამ ქვეყნის აღდგენის შანსი დავტოვეთ ოდესმე მომავალში. თუმცა შესაძლოა დიდხანს ასე არ დარჩეს. მხოლოდ ერთი უბრალო სიტყვა და მილებიც აღარ იქნება. მაგრამ დღეს ომის მეოთხე კვირას ნათელი ხდება, რომ ეს არ არის მორიგი საბაჟო ომი, რომელსაც ტრამპი ინტერნეტში ერთი პოსტით გააუქმებს. ეს არის გლობალური სისტემის ძირეული დაშლა. ომის მე-18 დღეს ისრაელმა დაარტყა სამხრეთ ფარსის. ეს არის მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგი. რომ მიხვდეთ მასშტაბს, ეს საბადო ირანს აწვდის ელექტროენერგიის 80%-ს. მისი დაბომბვა ნიშნავს მთელი ქვეყნის სიბნელეში დატოვებას. ირანის პასუხმაც არ დააყოვნა. მათ დაარტყეს ყატარის რას ლაფანის ჰაბს, სადაც მსოფლიოს თხევადი გაზის წარმოების გული ფეთქავს. შედეგი მსოფლიო ბაზრიდან გაქრა გლობალური გაზის ექსპორტის 17%. ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა პირდაპირ თქვა, ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა 3-დან 5 წლამდე დასჭირდება. ეს არ არის გატეხილი ფანჯარა, რომელსაც ხვალ გამოცვლი. ეს არის კოსმოსური სირთულის ტექნოლოგია.
ტრამპი ახლა იმუქრება, რომ თუ ირანი კიდევ გაბედავს ყატარზე თავდასხმას, ის სამხრეთ ფარს მთლიანად მიწასთან გაასწორებს. მაგრამ პრობლემა იცაა, რომ ამით ის ირანს კი არა, მსოფლიო ეკონომიკას გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს. ნავთობის ფასმა უკვე $118 მიაღწია, ბენზინი კი ამერიკაში 29%-ით გაძვირდა. ტრამპი ამაყად ამბობს, ამერიკა ნავთობის ექსპორტიორია, ფასები თუ მოიმატებს, ჩვენ მეტ ფულს ვიშოვით. ეკონომისტი იანის ვარუფაკისი საინტერესო კითხვას უსვამს. არ ვიცი, თავად ტრამპი თუ აცნობიერებდა ამას, მაგრამ ის ნეტანიაჰუს თამაშობდა. ანგრევდა როგორც ირანისა და ყურის ქვეყნების დაახლოების პროცესს, ისე თავად ამ ქვეყნების ეკონომიკას. თუმცა რადგან ეკონომიკურ შედეგებზე მეკითხებით, გეტყვით, რომ ეს შედეგები თავად ამერიკისთვის კატასტროფულია. გულისხმობ მაგას ტიპურ მხარდამჭერ ლურჯ საყალეოიან მუშას, რომელიც დღეში 150-200 კილომეტრს გადის მანქანით სამსახურამდე, რათა თავი გაიტანოს. საწვავის ასეთი ფასებით ის უბრალოდ განადგურებულია. ტრამპი კი გამოვიდა და სრულიად უაზრო რამ თქვა. რადგან აშშ ნავთობისა და გაზის ნეტო ექსპორტიორია, ფასების ზრდა ჩვენს ჯიბეზე კარგად აისახება და მეტ ფულს ვიშოვითო. საერთოდ ვის სახელით ლაპარაკობ? შენი ამომცევლებისთვის თუ გიკითხავს, არიან ისინი შევრონის ან ექსონის აქციონერები? რა თქმა უნდა არა. ხალხს ისედაც უჭირდა და შენ სწორედ იმიტომ აგირჩიეს, რომ ქვეყანაში ცხოვრება გაძვირდა. ახლა კი ხელმისაწვდომობის იმედი ისტორიის სანაგვეზე მოისროლე. ნავთობის გაძვირებით დიდდებიან მხოლოდ კორპორაციები. ხოლო ის ხალხი, ვინც ტრამპი იმიტომ აირჩია, რომ ცხოვრება ძვირი იყო, ახლა საერთოდ უსყულში იჩეხებიან. ტრამპმა ამერიკა უპირველეს ყოვლისა გაცვალა ნავთობის გიგანტებისა და ნეთანიაჰუს ინტერესებზე. სანამ თეთრ სახლში ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ციფრები სულ სხვა რამეს ამბობენ. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა არ არის უბრალო შეფერხება. ეს არის ისტორიაში უდიდესი დარტყმა ენერგომომარაგებაზე. ეს კრიზისი უკვე ორჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე 1970-იანი წლების ნავთობის შოკი. მსოფლიო ეკონომიკა შევიდა სტაგფლაციის ფაზაში. ფასები კატასტროფულად იზრდება, უმუშევრობა მატულობს და ეკონომიკური ზრდა ჩერდება. ევროპა კიდევ უფრო ცუდ დღეშია. მათ შერ კიდევ უკრაინის ომისგან გამოწვეული შოკი არ მოუნელებიათ, რასაც ტრამპის შარშანდელი ტარიფები დაემატა და ახლა ირანის კრიზისი. ევროპულ ქვეყნებს უბრალოდ აღარ აქვთ ფული, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვან. აზიაში კი უკვე მდგომარეობა საგანგაშოა. ფილიპინები 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ბანგლადეში ქარხნები იხურება, რადგან ყატარის გაზი გაქრა. პენტაგონმა კონგრესს დამატებით $200 მილიარდი სთხოვა. 200 მილიარდი იმაში, რომ ირანის სანაპირო ზოლი დაბომბონ, რაც რეალურად სრუტეს მაინც ვერ გახსნის. ეკონომისტი კრისტოფ ბრული ამბობს, დუბაის მსგავსი ადგილის პარალიზებისთვის თვეში ერთი რაკეტაც საკმარისია. ეს არის ომი, სადაც ამერიკის ძვირადღირებული შეიარაღება უძლურია ირანულ იაფასიან დრონებთან, რომლებიც ზუსტად იქ ხდება, სადაც მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტად ცდილობენ. ამ ყველაფრის საფასურს არა კომპანიების აქციონერები, არამედ ის უბრალო ადამიანები გადაიხდიან, ვისაც შიმშილი ემუქრება. ტრამპმა თქვა, რომ ხარგის კუნძულს კიდევ დაარტყამს უბრალოდ გასართობად, მაგრამ ეს გართობა მსოფლიო ეკონომიკისთვის სასიკვდილო განაჩენია. გამარჯვება კორპორაციების ინტერესებში არასდროს ყოფილა. მათ სჭირდებათ, რომ ხალხის გადახდილი გადასახადებიდან მილიარდები მათ სამხედრო პროექტებში გადაიკაჭოს. ბოლო პერიოდის სისხლისღვრა ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისი შემოსავალიც ადამიანების მკვლელობაზე დგას. სანამ ვაშინგტონი და ისრაელი გიგანტურ რესურსებს ირანის გრევაში ხარჯავენ, პეკინი ამ ომის ყველაზე მყარ და შორსჭრეტელ ბენეფიციარად გვევლინება. დააკვირდით ფაქტებს, რომლებიც ციფრებშია ასახული. ომის პირველ 19 დღეში ირანმა ნავთობის ექსპორტით $1.5 მილიარდი იშოვა. სად არის ეს ფული? ის ჩინურ ბანკებში დევს, იუანებში, იქ სადაც ამერიკული სანქციები ფიზიკურად ვერ წვდება. ტრამპმა ომი ირანს გამოუცხადა, მაგრამ რეალურად ჩინეთის ფინანსური სისტემა და იუანის გლობალური როლი გააძლიერა. ამერიკული ილუზია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ენერგოდამოუკიდებელია, პირველივე კვირას დაიმსხვრა. დიახ, ამერიკა აწარმოებს ნავთობს, მაგრამ ფასი გლობალურია და ის ჰორმუზის სრუტეზე გადის. ამერიკის მოკავშირეებს აზიაში, ინდოეთს, ფილიპინებს, სამხრეთ კორეას ნავთობის მარაგი მხოლოდ 25 დღის განმავლობაში ეყოფათ. ეს არის პანიკური მოვლენა გლობალური ეკონომიკისთვის. 25 დღეში მათი ინდუსტრია ჩერდება, ამ დროს კი ჩინეთი შედარებით მშვიდად არის. პეკინმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი და შექმნა მსოფლიოში უდიდესი სტრატეგიული რეზერვი, რომელიც მას მინიმუმ 4 თვის განმავლობაში სრული ავტონომიის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ჩინეთს აქვს პირდაპირ წლომა იაფ რუსულ ნავთობზე, რომელიც დასავლური სანქციების გამო მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. შედეგად, სანამ დასავლური სამყარო დღეებს ითვლის კოლაფსამდე, ჩინეთი დგამს ნაბიჯებს საკუთარი ჰეგემონიის განსამტკიცებლად. ირანმა მსოფლიო შესთავაზა.
ნებისმიერი ტანკერი, რომელიც ნავთობს ჩინურ იუანში იყიდის და არა დოლარში, სრუტეში უსაფრთხოდ გაივლის. ეს არის პირდაპირი დარტყმა პეტროდოლარის სისტემაზე, რომელზეც ამერიკული ჰეგემონია მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დგას. ირანი და ჩინეთი ამ ომს იყენებენ, რათა შექმნან მულტიპოლარული ფინანსური სისტემა, სადაც დოლარი აღარ იქნება ერთადერთი ბატონ პატრონი. That the Iranians are suggesting they'd consider allowing a small number of ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ირანელები განიხილავენ ნავთობის ტანკერების მცირე რაოდენობის გატარებას ჰორმუზის სრუტეში, ოღონდ ერთი პირობით. თუ ნავთობით ვაჭრობა მოხდება ჩინურ იუანში და არა ამერიკულ დოლარში. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკული იმპერიული წესრიგის ფუნდამენტი ორი რამაა. ერთი მხრივ ნავთობი და მეორე მხრივ აშშ დოლარი. გლობალური წარმოება და ფინანსური სამყარო დამოკიდებულია ნავთობზე, რომლის უსაფრთხო დინებასაც 10 წლეულებია აშშ უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ 70-იან და 80-იან წლებში ნავთობის ნაციონალიზაციის შემდეგ ამერიკამ კონტროლი ნავთობის მარაგებზე დაკარგა, აშშ დოლარი და ის ფინანსური არხები, რომლებიც ვაშინგტონმა შექმნა, კვლავ რჩება იმპერიის უმთავრეს საყრდენად. ის ფაქტი, რომ ირანი ახლა დოლარის ალტერნატივას ეძებს, რათა დაუპირისპირდეს პეტროდოლარის რეჟიმს, არის ძალიან საინტერესო და ჭკვიანური ნაბიჯი. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იმედოვნებს ირანი გავლენა მოახდინოს ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე, სადაც იარსებებს მრავალპოლარული ფინანსური სისტემა, სადაც დოლარი აღარ იქნება ერთადერთი ვალუტა, რომელიც მსოფლიოს მართავს და სადაც აშშ აღარ იქნება ერთადერთი ძალა, რომელიც ფინანსურ არხებს აკონტროლებს. ჩვენ ხომ ხედავთ, როგორ იყენებს აშშ ამ უზომო ძალაუფლებას სხვადასხვა სახელმწიფოებზე ზეწოლისთვის, სანქციების დასაწესებლად და მტრებისთვის ნავთობის ყიდვის გასართულებლად, როგორც ამას ხედავთ კუბის, ირანის თუ რუსეთის შემთხვევაში. ის ფაქტი, რომ ირანი მოუწოდებს პეტროიუანის დამკვიდრებას პეტროდოლარის ალტერნატივად, მიუთითებს იმაზე, რომ ირანელებმა კარგად იციან, ვაშინგტონის მთავარი იარაღი სწორედ ფინანსური არხებისა და დოლარის ფლობაა. ისინი ცდილობენ ამ ძალაუფლებას საფუძველი გამოაცავონ. და რაც უფრო იზრდება ნავთობის ფასი, მით უფრო მომგებიანი ხდება ჩინური მწვანე ტექნოლოგიები. ჩინეთი დღეს მსოფლიო ლიდერია მზის პანელებისა და ელექტროელემენტების წარმოებაში. ტრამპი ნავთობის ფასის გაზრდით საკუთარ ნავთობ კომპანიებს ამდიდრებს, მაგრამ სტრატეგიულად ის ჩინეთს აძლევს შანსს, რომ მსოფლიო ენერგეტიკა საბოლოოდ გადაიბაროს. სანამ ამერიკა ძველი ენერგიისთვის იბრძვის, ჩინეთი მომავლის ბაზარს იპყრობს. ყველაზე ირონიული კი ისაა, რომ ტრამპის ომმა ჩინეთს საშუალება მისცა რეგიონში სტაბილურობის ერთადერთ გარანტად მოგვევლინოს. გაიხსენეთ 2023 წელი, ირან-საუდის არაბეთის ისტორიული ზავი სწორედ ჩინეთის შუამავლობით შედგა. ახლა როცა ამერიკული ბომბები ამ ზავს ანადგურებენ, ყურის ქვეყნები ხედავენ, რომ ვაშინგტონს მხოლოდ ქაოსიდან გრევა მოაქვს. პეკინს კი სტაბილურობა, ვაჭრობა და განვითარება. როდესაც საფრანგეთი და იტალია გვერდსულიან ვაშინგტონს და ირანთან ცალკე მოლაპარაკებებს იწყებენ გემების გატარებაზე, ისინი ამას პეკინის ჩუმ ხარდაჭერაზე დაყრდნობით აკეთებენ. ტრამპი ფიქრობდა, რომ ირანის დაბომბვით ჩინეთს გზას გადაუღობავდა და მის ენერგომომარაგებას დაარტყამდა, მაგრამ სინამდვილეში მან პეკინს ახლო აღმოსავლეთის გასაღები საკუთარი ხელით გადასცა. ჩინეთი ახლა არათუ არაგებს, არამედ აკვირდება, როგორ იფიტება მისი ორი მთავარი კონკურენტი, აშშ და ისრაელი, უშედეგო და ძვირადღირებულ ომში. ამერიკული იზოლაცია ამ ომში თვალსაჩინოა. 80 წლის განმავლობაში პირველად აშშ-ს ტრადიციულმა მოკავშირეებმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ საჯაროდ უთხრეს უარი ვაშინგტონს სამხედრო დახმარებაზე. ტრამპმა მათ უმადურები უწოდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ევროპა უბრალოდ ვეღარ უძლებს ამერიკულ ავანტურებს, რომლებიც მათ ეკონომიკას ანადგურებს. ევროპული ქვეყნების უარი არა სიმამაცით, არამედ სასოწარკვეთითაა გამოწვეული. 48 hours the European countries at first led by Spain. თუმცა ბოლო 24-48 საათის განმავლობაში ევროპულმა ქვეყნებმა ჯერ ესპანეთის ლიდერობით, შემდეგ იტალიის, მოგვიანებით მერყევი ბრიტანეთის, ბოლოს კი გერმანიაში კანცლერ მერკლისა და თვით მაკრონის ჩათვლითაც ყველამ უარი უთხრა ტრამპს. Still retain the title biggest suck up in Europe. ტრამპმაც თავის სტილში უპასუხა, მაშინვე შეურაცხყო თითქმის ყველა მათგანი და ადანაშაულა ისინი და გამწარებულმა დაიწყო იმის მტკიცება, თუ როგორ სწირავდა თავს ყოველთვის ამერიკა ევროპისთვის. ევროპას კი მისთვის არაფერი გაუკეთებია. Europe had never done anything for them
მოკლედ ისე იქცეოდა, როგორც 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვს შეეფერება. მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ევროპასა და აშშ შორის განქორწინების პროცესი დაწყებულია და ის სულ უფრო ქაოსური ხდება. ადრე ევროპელები დანებდნენ, როცა ტრამპმა მათ ტარიფებით დაარტყა. მას მანამდე მოლაპარაკებები არც კი უწარმოებია, უბრალოდ დაარტყა. შემდეგ კი ტარიფების შემცირებაზე მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ ევროპელები ამერიკისგან ძალიან ძვირად ღირებულ ბუნებრივ აირს იყიდნენ და აშშ-ში 700-800 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან ცალმხრივად დაწესებული ტარიფები მხოლოდ მას შემდეგ შეამცირა, რაც ევროპამ აშშ-ს ხარკი გადაუხადა. ამან ევროპისა და ამერიკის ქორწინება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად დაძაბა. ეს არის განქორწინება პირდაპირ ეთერში. ის იზოლაცია, რომელიც ამერიკას ჩინეთისთვის სურდა, ახლა თავად ამერიკას უბრუნდება. აშშ თავად ხდება იზოლირებული, კუთხეში მიმწყდეული გიგანტი, რომელიც მხოლოდ ბომბების ენით საუბრობს, მაშინ როცა ჩინეთი ახალ ეკონომიკურ მაგისტრალებს აშენებს. ასევე ჩვენ მოწმენი ვართ კიდევ ერთი შემზარავი პარადოქსისა. როგორც უკვე ვთქვით, ირანის ომის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასები საგრძნობლად გაიზარდა და ვინ არის ამის მთავარი ბენეფიციარი, რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი წლებია სანქციებით გუდავს რუსეთს, დღეს ირანის კრიზისის ფონზე ეს სანქციები პრაქტიკულად აორთქლდა. ენერგომატარებლებზე ფასების ნახტომა კრემლის ბიუჯეტში ისეთი ოქროსწვიმა მოიტანა, რომ რუსეთს გრევისა და განადგურებისთვის რესურსი კვლავ აქვს. ვაშინგტონი კი ნაცვლად რუსეთის დასუსტებისა მისი ომის მანქანაზე ასხამს წყალს. იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაციას დღეს რუსული ენერგია სჭირდება გლობალური ფასების დასასტაბილურებლად. უკრაინა კი ამ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში უბრალოდ ხურდად იქცა. უკრაინის ფრონტზე ვითარება კრიტიკულია. რუსული საგაზაფხულო შეტევა სრული სიმძლავრით დაიწყო. მიუხედავად ამისა, რუსეთის მხარეს დანაკარგები კოლოსალურია. დღეში 1500-დან 1700-მდე რუსი ჯარისკაცი კვდება. პუტინის სტრატეგიულ ფანატიზმშია ჩაფლული. ის ხედავს, რომ ვაშინგტონი ირანითაა დაკავებული, ევროპა კი ეკონომიკურ შოკშია და ამ მომენტს მაქსიმალურად იყენებს. უკრაინელები იძულებულნი არიან უყურონ, როგორ იხარჯება ასობით პატრიოტის რაკეტა ირანის საზზე, მაშინ როცა მათ საკუთარი ქალაქების დასაცავად გაცილებით იაფასიანი ტექნოლოგიის გამოყენება უწევთ. და მაინც როგორ დასრულდება ომი, რომელსაც არ აქვს კაფიო პოლიტიკური მიზანი. დონალდ ტრამპს ჯერა, რომ ომი მაშინ მთავრდება, როცა ის მოისურვებს, როცა ტელეეკრანებზე აფეთქებების ლამაზ კადრებს დაინახავს და გამარჯვებას Truth Social-ზე დაპოსტავს, მაგრამ სამხედრო სტრატეგია ასე არ მუშაობს. რობერტ პეიპი, კაცი, რომელიც 10 წლეულებია თეთრ სახლს ომების დაწყებასა და დასრულებაზე აძლევს რჩევებს, გვაფრთხილებს. ტრამპი საკუთარი ნებით შევიდა ესკალაციის ხაფანგში. ესკალაციის ხაფანგი არის მდგომარეობა, როცა ყოველი მომდევნო ბომბი არ ამტრის კაპიტულაციას, არამედ მის მეტ მედეგობას იწვევს. ვაშინგტონს ეგონა, რომ ირანული საზოგადოება პირველივე დარტყმის შემდეგ რეჟიმს დაამხობდა. რეალურად კი იმპერიულმა აგრესიამ მიანმარის პროტესტების სული მოკლა და ის გადარჩენის ინსტინქტით ჩაანაცვლა. დღეს თეირანის ქუჩებში ხალხს რეჟიმი კი არ შეუყვარდა, არამედ სამშობლოს დაშლის შიშმა ისინი დროშის გარშემო გააერთიანა. სად არის აქ გამოსავალი? სიმართლე ისაა, რომ ამ ომიდან გამოსასვლელი კარი აღარ არსებობს. თუ ამერიკა ახლა გაჩერდება, ტრამპი გამოჩნდება როგორც სუსტი პრეზიდენტი, რომელმაც დაიწყო და ვერ დაასრულა. თუ გააგრძელებს, ის უძილოებულია სამხედრო ოპერაციაზე წავიდეს. პეიპის შეფასებით 75%-ია შანსი, რომ საზღვაო ქვეითებმა ირანის სანაპიროზე გადასხდომის ბრძანება მიიღონ. Also be precise about estimates. So I don't have a crystal ball. I do risk assessment. მოდით შეფასებებშიც მაქსიმალურად ზუსტი ვიქნები. მე არ მაქვს ბროლის ბურთი, რომ მომავალი ვიწინასწარ მეტყველო. მე რისკებს ვაფასებ. როდესაც ვიყენებ ტერმინს გარდაუვალია, ვგულისხმობ, რომ მისი მოხდენის ალბათობა 75%-ია. არ ვფიქრობ, რომ ეს 100%-ია, რადგან რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და რაღაც შეიძლება შეიცვალოს. თუმცა ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით მივდივართ. ესკალაციის ხაფანგის ყოველი მომდევნო ნაბიჯი 75%-იანი ალბათობით იყო პროგნოზირებული და ყველა მათგანი გამართლდა. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის არჩევანს, მას ახლა დრო სჭირდება. მიზეზი რის გამოც ის ამბობს, აქ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, ან იქ ბოლომდე არ ვიციო, არის ის, რომ მას დრო სჭირდება საზღვაო ქვეითების იქ ჩასაყვანად. ის ფაქტობრივად დროს წელავს მანამ სანამ ხელთ რეალური ფიზიკური ბერკეტები არ ჩაუვარდება. სავარაუდოდ მზადება მხოლოდ
მხოლოდ იმ 2500 საზღვაო ქვეით არ ეხება, რომლებიც იაპონიიდან მოდიან. ამას დაახლოებით 18 დღე სჭირდება. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვადებში ასეთი სიზუსტე. მაგრამ ასევე სავარაუდოა, რომ 92 საჰაერო სადესანტო დივიზიაც ემზადება, რადგან მათ დაახლოებით 10 დღის წინ ყველა გეგმიური წვრთნა გააუქმეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ესეც ერთ-ერთი ვარიანტია. კვირას, რუკების და სხვა მასალების მეშვეობით დეტალურად ავხსნი იმას, რასაც მე შეზღუდული ტერიტორიული კონტროლის ოპერაციებს ვუწოდებ. ამ ომში ყველა მხარე საკუთარ გამარჯვებას გამოაცხადებს. ტრამპი ალბათ იტყვის, რომ ირანი დასაჯა, ისრაელი იტყვის, რომ ირანი შეასუსტა, ირანი კი იტყვის, რომ სოფლიოს უძლიერეს არმიას გაუძლო. მაგრამ რეალურად გამარჯვებული არავინ არის. გამარჯვებული არ არის ის 45 მილიონი ადამიანი, ვინც შიმშილის ზღვარზეა. გამარჯვებული არ არის ის ირანელი მუშა, რომლისთვისაც საკვები ფუფუნება გახდა. გამარჯვებული არიან მხოლოდ სამხედრო ციფრული კორპორაციები, რომლებისთვისაც ადამიანის სისხლი მათი ალგორითმების საწვავია. როგორც თეირანის იმ სასოწარკვეთილმა მკვიდრმა თქვა, ეს ამთარი გაზაფხულად არ იქცევა. ჩვენ შევედით გლობალური ქაოსის, ეთიკური კოლაფსისა და ბირთვული შანტაჟის ხანაში, საიდანაც რეალური გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. და სანამ ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთს ბომბავს, ტრამპი დასავლეთ ნახევარსფეროში კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ შოუს დგამს. კუბა დღეს სრულ ენერგეტიკულ კოლაფშია. წარმოიდგინეთ, მთელი კუნძული პრაქტიკულად ჩაბნელებულია. ეს არის ბოლო 4 თვეში მესამე და ყველაზე მასშტაბური ბლეკაუთი. მიზეზი ამერიკული ენერგეტიკული ბლოკადაა, რომელმაც კუნძულს საწვავზე წვდომა სრულად გადაუკეთა. უკვე 3 თვეზე მეტია კუბას ნავთობის არც ერთი პარტია არ მიუღია, მაგრამ ნახეთ რა ხდება თეთრ სახლში. ტრამპი გამოდის და აბსოლუტურად გაუგონარი ცინიზმით აცხადებს. მაგრამ ფიქრობ, კუბა დასასრულს ხედავს. იცით, მთელი ცხოვრება მესმის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბაზე. მჯერა რომ მე მექნება პატივი ვიყო ის, ვინც კუბას აიღებს. ეს კარგი იქნება. ეს დიდი პატივია, კუბის აღება გარკვეული ფორმით. დიახ, კუბის აღება. გულისმობ გავათავისუფლებ მას. ავიღებ თუ სხვა. ვფიქრობ შემიძლია რაც მინდა ისვქნა. სიმართლე გინდათ იცოდეთ. ახლა ის ძალიან დასუსტებული ერია. დიდი ხნის განმავლობაში ასე იყვნენ. ძალიან მოძალადე ლიდერები. კასტრო ძალიან მოძალადე ლიდერი იყო. მისი ძმაც ძალიან მოძალადე ლიდერია. უკიდურესად მოძალადე. ისინი ასე მართავდნენ. ისინი ძალადობით მართავდნენ. მაგრამ ბევრ ადამიანს სურს იქ დაბრუნება. ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა. ტრამპის მოლაპარაკებლებმა კუბელ კოლეგებს პირდაპირ განუცხადეს. მოლაპარაკებების პირობა კუბის პრეზიდენტის მიგელ დიას კანელის გადადგომა. პროფესორი სარა კოზამე, რომელიც ახლახან დაბრუნდა კუბიდან, აღწერს საზარელ სურათს. ხალხი დღეში მხოლოდ 3 საათით იღებს ელექტროენერგიას. აღარ არის საკვები, აღარ არის მედიკამენტები. ეს არის რეჟიმის შეცვლა შიმშილის გზით. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ტრამპმა ისეთი ზეწოლა მოახდინა რეგიონის ქვეყნებზე, მექსიკაზე და ბრაზილიაზეც კი, რომ მათაც კი შეწყვიტეს კუბის დახმარება. კუბელი ჟურნალისტი დანიელ მონტერო ამბობს, რომ სანქციები დღეს ფიზიკურად კლავს ხალხს. ტრამპი კი ამ დროს პატივზე საუბრობს. ეს არის იმპერია, რომელიც სხვის უბედურებას საკუთარი ნარცისიზმის დასაკმაყოფილებლად იყენებს. მათთვის კუბა არა ქვეყანა, არამედ მორიგი ნადავლია, რომლის აღებაც ტრამპისთვის პატივად არის მიჩნეული. ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს ნავთობის ემბარგო და რას ნიშნავდა ის ყოველთვის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს სანქციები. ეს არის რეჟიმის შეცვლა შიმშილის გზით. აირის გაკეთებასაც ისინი ცდილობენ. ახლა კი ამ ნავთობის ბლოკადის პირობებში ვითარება იმაზე უარესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. როგორც კუბელისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც აქ ცხოვრობს და რომლის მთელი ოჯახიც აქ არის, აბსოლუტურად აღმაშფოთებელია დონალდ ტრამპისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მოსმენა, როცა ისინი ამბობენ თითქოს კუბის დახმარებას ან მის გათავისუფლებას ცდილობენ. არა კონკრეტებენ იმ ფას, რომლის გადახდასაც ხალხს თხოვენ. საუბრობენ ყველა იმ ყეთილდრეობაზე, რომელიც თითქოს კუბელ ხალხს უნდა მოუტანონ. მაგრამ მათ მკაფიოდ უნდა თქვან, რა არის ამ მიზნის მიღწევის საშუალება. ამ მიზნის მიღწევის საშუალება კუბელი ხალხის ტანჯვაა. საშუალება კუბელი ხალხის სიკვდილია. როგორც ირანში, აქაც გონია ტრამპს, რომ ხალხი ბომბებსა და შიმშილს გათავისუფლებად აღიქვამს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ კუბელები მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათ საკუთარი მთავრობა, ამ ამერიკულ დიქტატს სუვერენიტეტზე თავდასხმად აღიქვამენ. ეს არის იმპერიული ბარბაროსობის კიდევ ერთი წერტილი მსოფლიო რუკაზე. და ბოლოს, სანამ დღევანდელ მიმოხილვას დავასრულებდე, მინდა შევასრულო წინა ეპიზოდში მოცემული პირობა. ყურადღებით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და ჩემთვის თითოეული შენიშვნა თუ გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისთვის 2 კომენტარს გამოვხმაურებ. პირველი კითხვა ეხება ირანის რაკეტებს, ჰეზბოლას, ჰამასსა და ჰუსიტებს.
დიახ, ირანი აგებს რაკეტებს და აფინანსებს ამ ჯგუფებს, ეს ფაქტებია, მაგრამ ფაქტები კონტექსტის გარეშე მხოლოდ იარაღია მათ ხელში, ვისაც მათი манипуляციისთვის გამოყენება სურს. მოდით სრულ სურათ შევხედოთ. 1980 წელს სადამ ჰუსეინი ირანში შეიჭრა. ომი 8 წელს გაგრძელდა და 100,000-ობით ირანელი იმსხვერპლა. დასავლეთი მაშინ არა მხოლოდ მხარს უჭერდა სადამს, არამედ აწვდიდა მას სატელიტურ მონაცემებს და თვალს ხუჭავდა, როცა ის ქიმიურ იარაღს იყენებდა. 1993 წლის დეკემბერში დონალდ რამსფელდმა, როგორც რეიგანის წარგზავნილმა, ბაღდადში ჰუსეინს ხელი ჩამოართო. ირანმა მაშინ ისწავლა, რომ საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ძალა. მათი რაკეტები ამ იზოლაციის პასუხია. შაჰის დროს ირანი და ისრაელი ახლო მოკავშირეები იყვნენ. ისრაელის მოსადი და შაჰის ასტიკის საიდუმლო პოლიცია სავაკი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. ისრაელი წვრთნიდა აგენტებს, რომლებიც შემდეგ აწამებდნენ და ხვრეტდნენ ირანელ სტუდენტებს, მემარცხენე აქტივისტებს და ნაციონალისტებს. როცა ხომეინის მოძრაობა შაჰს ებრძოდა, ისინი ებრძოდნენ რეჟიმს, რომლის შენარჩუნებაშიც ისრაელი აქტიურად ეხმარებოდა მათ. ადამიანები, რომლებმაც 1979 წლის რევოლუცია მოახდინეს, უყურებდნენ, როგორ ამაგრებდნენ დასავლური ძალები და ისრაელის დიქტატურას, რომელიც სისტემატურად ანადგურებდა ირანის პოლიტიკურ ცხოვრებას. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ რევოლუციის ერთ-ერთი პირველი სიმბოლური აქტი თეირანში ისრაელის საელჩოს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციისთვის გადაცემა იყო. ეს არ იყო მხოლოდ ბრმა ანტისემიტიზმი. ეს იყო პირდაპირი პასუხი ისრაელის როლზე შაჰის რეპრესიულ აპარატში. ამ ყველაფრის გაგება არ ნიშნავს ისლამური რესპუბლიკის შემდგომი ქმედებების გამართლებას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ როცა კითხულობთ, რატომ სულს ირანს ისრაელი, პატიოსანი პასუხი ასეთია. იმიტომ რომ ისრაელი ეხმარებოდა მათ წამებასა და განადგურებაში, ჯერ კიდევ რევოლუციამდე. რევოლუციის შემდეგ, როცა დასავლეთმა ირანს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა, მათ აღარ ყავდათ მეზობლების შესაბამისი ავიაცია. ამიტომ მათ ააშენეს ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. რაკეტები და კავშირები არასახელმწიფოებრივ ჯგუფებთან. იყო ეს მორალური საგარეო პოლიტიკა? არა. გამოიწვია თუ არა ამან უდიდესი ტანჯვა ლიბანში, ღაზასა თუ იემენში? დიახ, უპირობოდ. ეს ფაქტებია და მათი დამცრობა არ შეიძლება, მაგრამ საკითხავი ისაა, რამ წარმოშვა ეს სტრატეგია. ირანმა დაინახა, როგორ შეიჭრა ამერიკა ერაყში, ქვეყანაში, რომელსაც არ ჰქონდა ბირთვული იარაღი. დახოცა ასობით ათასი მოქალაქე და დატოვა ნანგრევებში. მან დაინახა, როგორ დახია ამერიკამ ბირთვული შეთანხმება და დააწესა მაქსიმალური სანქციები. ირანმა გათვალა, რომ ასიმეტრიული შეკავების გარეშე ისინი ერაყისა და ლიბიის შემდეგ მომდევნო იქნებოდნენ რიგში და ეს გათვლა არ გაკეთებულა ვაკუუმში. ასევე რაც უნდა პარადოქსული იყოს, ჰამასი ირანს არ შეუქმნია. ის 1987 წელს პალესტინის მუსლიმთა საძმოსგან აღმოცენდა. 70-იან და 80-იან წლებში ისრაელის ხელისუფლება შეგნებულად აძლევდა საშუალებას ჰამასის წინამორბედ ორგანიზაციას ემოქმედა და გაზრდილიყო ღაზაში, როგორც სეკულარული მოძრაობების საპირწონე. ეს დოკუმენტირებულია მრავალი ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნის მიერ. ირანი მათი მთავარი დამფინანსებელი მოგვიანებით გახდა. განსაკუთრებით ოსლოს შეთანხმების შემდეგ, როცა ირანიც და ჰამასიც სხვადასხვა მიზეზით დაუპირისპირდნენ სამშვიდობო პროცესს. არაფერი ზემოთქმული არ ამართლებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ კითხვაზე, რატომ უჭერს ირანი მხარს ამ ჯგუფებს, პასუხი გაცილებით ღრმაა, ვიდრე უბრალოდ სიტყვა ტერორიზმი. ეს პასუხი რეგიონში დასავლეთისა და ისრაელის 70 წლიან ინტერვენციაში, რომელიც ირანმა საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ ციხეებსა და საკუთარი დახოცილი მოქალაქეებით გამოსცადა. ამისთვის პროპაგანდის წოდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის თქვენთვის უხერხულ კონტექსტს შეიცავს, თავად არის განსჯაზე უარისთქმის ფორმა. რაც შეეხება მეორე კომენტარს, ის გვახსენებს აიათოლების რეჟიმის მსხვერპლს, რომ თითქოს თვალს უარიდებ ირანში მიმდინარე რეპრესიებს. მინდა მკაფიოდ გითხრათ. წინა ეპიზოდში არავის უთქვამს, რომ ეს რეჟიმი უნდა გადარჩეს. ისლამური რესპუბლიკა არის რეპრესიული თეოკრატია და კორუმპირებული ნეოლიბერალური სისტემა, რომელმაც საკუთარი ხალხი ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც უკვე დიდი ხნის წინ გასწირა. 2026 წლის იანვრის ხოცვა ჟლეტა, მაჰსა ამინის მკვლელობა და ადამიანების დევნა ეს ყველაფერი შემზარავი რეალობაა. მაგრამ აი კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა უპასუხოთ. ეხმარება თუ არა ამერიკული და ისრაელის ბომბები ირანელ ხალხს? განასკოლების, საავადმყოფოებისა და ენერგოინფრასტრუქტურის ნგრევა ათავისუფლებს ირანელ ქალებს. მოაქვს თუ არა 1500 მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს დემოკრატია? პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ადამიანები, ვისაც სძულს რეჟიმი და საკუთარი სიცოცხლის ფასად აპროტესტებდნენ მას, დღეს არ ზეიმობენ. ისინი უყურებენ, როგორ იწვის მათი ქალაქები და არჩევანი არ დგას აიათოლებსა და ამერიკულ ბომბებს შორის. ეს არის ცუდ დილემა. თქვენ შეგიძლიათ ეწინააღმდეგებოდეთ რეჟიმის რეპრესიებს და ამავდროულად ეწინააღმდეგებოდეთ უკანონო ომს, რომელიც იმავე ხალხს ხოცავს.
ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას რეჟიმისგან, მაგრამ ისინი ასევე იმსახურებენ იმას, რომ არ იმბობებოდნენ უცხოური ძალების მიერ, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა აინტერესებთ. ამ ორი პოზიციის ერთდროულად ქონა არა წინააღმდეგობა, არამედ ერთადერთი პატიოსანი პოზიცია. მადლობა ყველას აქტიურობისთვის, კვლავ ველოდები თქვენს გამოხმაურებებს მომავალ შეხვედრამდე.